ბევრი დედალაქტაციის პერიოდში შიმშილობს, რადგან ეშინიათ, რომ გარკვეული პროდუქტები ბავშვს დააზიანებს. ეს არის ძალიან დიდი მითი და მოდი განვიხილოთ, რატომ არის ეს აბსურდი. როდესაც ვჭამთ, საკვები იშლება მარტივ კომპონენტებად და შეიწოვება სისხლში, საიდანაც ფორმირდება რძე. გაზები კი რჩება ნაწლავებში. გაზებს არ აქვთ სუპერძალა, რომ ჯერ სისხლში გადავიდნენ და შემდეგ რძეში აღმოჩნდნენ. დედის რძე არ არის გაზიანი სასმელი. ამიტომ თუ თქვენს პატარა საწუხებს გაზები, ეს არის მხოლოდ იმის ბრალი, რომ მისი უჯრედწოვის სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, რომ ლაქტაციის პერიოდში მკაცრი შეზღუდვები საჭირო არ არის. ეს ბევრ ენერგიას მოითხოვს, ეს ვიცით და ამიტომ რაც მნიშვნელოვანია, ეს არის პრენატალის ან პოსტნატალის დღიური დოზის მიღება. ვიტამინები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შოკოლადის ფილების თულა. დიახ, სულში შეგიძლიათ მიიღოთ თუ თევზი უსაფრთხოდ ამომზადებული. კოფეინით შეგიძლიათ მიიღოთ 200-300 მგ. სრულად ნორმალურია დღეში, ან 1-2 ფინჯანი. ციტრუსებით არ არის საშიში, შეგიძლიათ მიიღოთ. არ არსებობს ეჭვმიტანილი პროდუქტები, ამიტომ ნუ შეიზღუდავთ მეტად თავს, მივიდეთ მრავალფეროვანი საკვები და ისე ამონით ამ ძალიან მაგარი პერიოდი.